სასამართლო ახსენეთ და მე მინდა ერთი რამე შეგახსენოთ. ესე იგი, მოსამართლეებს ხო ნახეთ რა უქნეს იქ კვერცხები და რო დაუშინეს და ესე იგი ეს ნორმალური იყო. ეს რო სააკაშვილის დროს ვინმეს გაეკეთებინა, გაციმბირება არ აცდებოდა და ყველა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემოდა. მე ხლა რამდენად ვიცი ადმინისტრაციული წესი დაისაჯა რამდენიმე პირი. რატო არ არის დღემდე დაჟილი ეს ადამიანები? აი, როდესაც კვერცხები ეცროლეს ადამიანს და არ დაისაჯენ. როდესაც მოსამართლეებს ყოველდღე პროცესზე შეურაცხყოფას აყენებენ და არავინ არ ისჯება ამის გამო, რომ ვაიმე ამერიკამ და დასავლეთმა არ რაქნას. აგერ ისე გათავხედდნენ, ეხლა ქუთაისში საკუთარ სახში მიადგნენ მოსამართლეს და ობსტრუქციები მოაწყვეს იქ. ოპერაშვილის საცხოვრებელ სახლთან ხმაური იყო. ოპერაშვილი ოცნების რეჟიმის სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პათუმალებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით საქმე წარმოებაში არ მიიღო. ადგილზე შეკრებილები ამბობდნენ, რომ ოქროპირაშვილი კლანის წევრია და ის ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ბინძურ დაკვეთებს ასრულებს. ადგილზე სოლიდარობის ნიშნად მივიდნენ მუსიკოსი ნინო ქათამაძე და პედაგოგი ლადო აფხაზავა. იმდენად უკანონო იყო მზიას პატიმრობა, ვუშვებით დიდ შესაძლებლობას, რომ შეიძლებოდა სააპელაციო სასამართლოს განიხილა და მზია გაეთავისუფლებინა უკანონო პატიმრობიდან, მისთვის შეესწვალა აღკვეთის ღონისების სახით შეფარდებული პატიმრობა. და რა გააკეთა ამ ოქროპირიშვილმა, მან არც კი განიხილა მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი. ჩვენი კოლეგა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი 15 დღეა რუსთავის ქალთა ციხეში შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ემუქრება საფრთხე და მოსამართლე ოქროპირიშვილი აიღებს ვალდებულებას ის პასუხისმგებლობას მზიას რომ რამე დაემართოს, ვიდრე გვეყოლება ქვეყანაში ასეთი მიკერძოებული ივანიშვილის მოსამართლეები, არც ერთი ჩვენგანის, არც ერთი კრიტიკული და დამოუკიდებელი ჟურნალისტის უფლება არ იქნება დაცული. თუ იღებს პასუხისმგებლობას ეს ეგრეთ წოდებული მოსამართლე, რომ მზია რაიმე არ დაემართება, მზია ჯანმრთელად იქნება და თუ არის საერთოდ დაცული მისი უფლებები. მე ვფიქრობ დაჭერიდან უკვე მისი უფლებები შელახული იყო, მან არაერთი წნეხი განიცადა და დღეს კვირა დღეა და აი ჩვენი მოსამართლე ისვენებს ოჯახთან ერთად და მზია კი ციხეში არის. მე ვფიქრობ რომ მოსამართლეს ვერ უწოდებთ, დროებით არის ალბათ მოსამართლე და მალე ყველაფერს წერტილი დაესმევა. ერთი ქუთაისელი ბოდიში და მეტრაკე მოინათლა დათოიე მეტრაკე რაც არის და ეს ლადოიე მეტრაკე მას აი ეგრე შემიძლია მე ვარქო რა ეს კაცი რო ცაში აყავდა თქვენ როგორ მახსოვს აი ხელისუფლების რაღაც აი განათლების სისტემებს რომ ეს კაცი დახტუნავდა მერხებზე ცეკვავდა თამაშობდა და ეს კაცი შენათლეს მონათლეს რა ვიცი მე ამის ილია ჭავჭავაძეზე და აკაკი წერეთელზე მაღლა დააყენეს აი ეს სამმარცხვინო ეს ლადოიე სამმარცხვინო რა მართლა რა ეს ბოდიში და მცხვენია რომ ეს კაცი გურუიდან არის მართლა არ ვიცი ეს ვინა ეს აი თურმე ესე იგი მოსამართლეო სახში ნებივრობსო და ისო ციხეში არისო შვილო ვინმე მუთხრა სირა გააწანი პოლიციელსო შენ რო გააწდა შენ გადაინაცვლებ იმ იმასთან მზიასთან რამდენჯერ ყოფილა რომ პოლიციელის მოქმედება არ მომწონებია მაგრამ ხა ვისაც პოლიციელი ას რაღაცა მოქმედება არა სილები უნდა ვაწნათ სად არის თქვენ მართლა ვერ გავიგე ესე თუ პოლიციას გადააბიჯეთ ამ ქვეყანაში წესრიგი იქნება საერთოდ ვაი ეხლა ბელორუსში რო ეს ვინმეს გაებედა რომ მოსამართლის სახში მისულიყო ვიღაცა და იქ აქციები ჩაეტარებინა დღეს იქნებოდა გაციმბირებული აი ლუკაშენკომ თქვა კიდევაც იქა რომ დაუსვეს პოლიტპატიმრებზე კითხვა რომ აიო რატო იმათმა აირჩიეს ყოფილიყვნენ ციხეშიო და მზია ამაღლობელმაც თავისი მოქმედებით აირჩია რომ ყოფილიყო ციხეში და ეს სამარცხვინო თივლიშვილი და ეს აფხაზავაც მოქმედებენ ისე რომ ირჩევენ ციხეს იმიტომ რომ წესით ეს არის მოსამართლის საქმიანობაზე ზეწოლა უკვე ადევნება ჯერ ესე იგი დაძდევენ ამ მოსამართლეებს კაცო ჩემი დასაცავით უგახდებოდა ეს მოსამართლეები რას ვიფიქრებდი ახლა რა ეს არის მეგობრებო სისხლის სამართლის დანაშაული ეხლა ჩვენ იმას კი არ განვიხილავთ აქ მარტო იმას მორალურ ქმედებებს ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული როცა მოსამართლეებზე ასეთი ტერორი მიდის აი ახლა თითეული მოსამართლე რომელიც განაჩენის გამოსატანად შევა იქ თავის ოთახში ეხლა იმაზე უნდა იფიქროს ამ მოსამართლემ ვინმე სახში მომივარდება ვინმე კვერცხებს მესვრის ვინმე რას გამიკეთებს
ეს არ არის სამართლებრივი ქვეყანა. ამ შემთხვევაში არ ირღვევა მოსამართლის უფლება. აბა ამას არ ვლაპარაკ ყოფილ სისხლის სამართლის დამშევლება. მოსამართლეს არ შეიძლება რომ ესე დაძდებდე და მართლა სახში მიუვარდე კვერცხები ესრო. ჯერ იქ უნდა დაეჭირათ იქ ყველა დასაჭერი იყო იქ ვინც ეს გააკეთა. თითეული პიროვნება რომელმაც ეს კვერცხები ისროლა. ეხლა თუ პოლიციას ბოდიში და სილა გავაწანით, მოსამართლეს ბოდიში და კვერცხები ვესროლე. ეს ქვეყანა აბა რაზე დგას, მაინტერესებს ეს ქვეყანა. პოლიციელებზე დგავს, მოსამართლეებზე დგავს და სახელმწიფოზე დგას. როდესაც ესენი ჩამოიშლება, ანარქია იქნება მე ქვეყანაში. მე მოუწოდებ ხელისუფლებას, ესენი ეს ჟურნალისტებიც ხო იძახიან რომ ისაო მზია ზისო. რახან ესენი ასე გულშეთკივად მოვათავსოთ ერთ კამერაში, გელა მთივლიშვილი, ეს ლადოიე და კიდევ ეს ვინც არიან მანდა რა, ყველანი ერთ კამერაში ჟურნალისტების კამერა გამოვყოთ და იქნებიან იქ, იჯდებიან რა. და პირობები შეუქმნათ ეხლა რა. აი ხა ეს არის საშინელება რაც ხდება უკვე, ეს არის ტერორი უკვე. ეხლა ტერორი არის სახელმწიფო და სასამართლო სისტემის ტერორი არის, კაცო. აგერ განახებთ კადრებს, შეიძლება ეს ქალი, კაცო, რის ის არის, რა ქვია, რანაირად შეიძლება ეს ქალი შეგნებულად და არა, აგერ აი განახებთ ხალხო, აი ვაჩვენოთ კიდევ ეს კადრები. შეიძლება ეს ქალი პოლიტპატიმრად შევაფასოთ? ორმოცდაათი კამერა იღებდა იქ ინციდენტს და ეხლა ლაპარაკობენ სახეში შეაფურთხა ივანო დგებუაძევო. ეს რო ესე მომხდარიყო, ხო დაფიქსირდებოდა. კიცებულება აგერ დევს რომ ცილა გააწდა. და თქვენ მანახეთ ის კიცებულება რომ მართლა ვიღაცა ტუალეტში არ გაუშვესო და ბოდიში და რაღაცა. ბოდიში და ბოლომდე უნდა მოიხადოს ამ ქალმა ციხე. არავითარ შემთხვევაში დანდობა ასეთ ადამიანებს. ვინც პოლიციელებზე სილას ხელს აღმართავს, არავითარ შემთხვევაში დანდობა.